მოკლედ ილონ მასკი ფიქრობს გაერთიანებული სამეფოს ყიდვაზე. ბიახ, ინგლისიც და ინტერნეტიც გაგიჟებულია. აბა როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? Babylon B, რომელსაც თქვენგან უმეტესობა ალბათ უკვე იცნობს, არის სულად სატირული ვებგვერდი, რომელიც კომედიას იყენებს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების წარმოსაჩენად. მათ დაწერეს ასეთი სტატია. ილონ მასკმა იყიდა გაერთიანებული სამეფო, რათა იქ სიტყვის თავისუფლება დაამკვიდროს. ახლა ვინც კონტექსტი არ იცით, სინამდვილეში სწორედ Babylon B-ს პოსტი წაიშალა და მათ ანგარის აღდგენის უფლება არ მისცეს. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რამაც ილონ მასკი დააფიქრა X-ის, ყოფილი Twitter-ის ყიდვაზე იმ დროებში. და ამ პოსტს, რომელიც კიდევ ერთხელ აშკარად ხუმრობა, ილონ მასკი პასუხობს რამდენი ღირს. ამ tweets ახლა უფრო მეტი ნახვა აქვს, ვიდრე რეალურ სტატიას ილონ მასკის გაერთიანებული სამეფოს ყიდვაზე ფიქრის შესახებ და როგორც წარმოიდგენთ, ინტერნეტში მემები საზღვარი არ აქვს, რადგან ხალხს ეს ვერ გადააქვს. კონტექსტი ისაა, რომ ილონ მასკმა იყიდა X-ი და მალე ვისაუბრებთ, რატომ გააკეთა ეს, მაგრამ ასევე ისიც, რომ გაერთიანებული სამეფო პირდაპირ აუქმებს სიტყვის თავისუფლებას სრულიად შეშლილი გზით. მათ ყველაზე მეტი დაპატიმრება აქვთ სოციალური მედიის პოსტების გამო, ვფიქრობ, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას მსოფლიოში ამ ეტაპზე. და ისინი მაქსიმალურად ამკაცრებენ კონტროლს. ანუ ხალხი შეშინებულია თავისი აზრის თქმის, პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ საუბრის. ონლაინში რაიმეს თქმაც კი ეშინიათ, რამე ისეთი, რაც შეიძლება საკამათოდ ჩაითვალოს. იმიგრაციის წინააღმდეგ ან ტერორიზმის წინააღმდეგ, რაც თავისთავად აბსურდია. ან რაიმე მემარცხენეების წინააღმდეგ, რადგან ეს შეიძლება მაშინვე ტერორიზმში ბრალდების დაგაპატიმრონ და ასე შემდეგ. ეს სიგიჟეა. და ილონ მასკი ყურადღებას აქცევს ამ ყველა პოპერს და usვამს ხაზს იმ ისტორიებს, რაც გაერთიანებულ სამეფოში ხდება, ბავშვების grooming ბანდებს, ისლამურ ხელში გადასვლას, პაკისტანურ პრობლემებს და ასე შემდეგ. და ეხლა ეს გააკეთა. და კიდევ ერთხელ ხალხს ეს ვერ გადააქვს. ანუ ნახეთ ეს ვიდეო, რომელიც ილონ მასკმა ახლახან გააზიარა. Behave. ანუ რა გამბედაობა აქვს ამ კაცს, რომ ეს გამოაქვეყნა. საოცარია. კარგი, სათმარისია ამაზე, რადგან რა თქმა უნდა, ბევრ ტექნიკურ კითხვას სვამენ იმაზე, შეუძლია თუ არა ილონ მასკს რეალურად ქვეყნის ყიდვა და თუ იცით რამდენი ვალია დიდ ბრიტანეთს, ალბათ არც ის რთულია ამის გაკეთება, მაგრამ რა თქმა უნდა, უბრალოდ ვაზვიადებ და ვხუმრობ, რადგან კი ქვეყნის ყიდვა ძალიან რთული საქმეა და საერთოდაც არ არის ნათელი, რომ ეს ილონ მასკს შეუძლია, მაგრამ აქ მთავარი აზრი იგივეა. მთავარი აზრი აქ უკიდურესად ნიშნულოვანია, რადგან ის ცდილობს თქვას, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს, საჭიროა ცვლილება. და ინტერნეტი თოთახმება მას, როცა გაიგებ, რომ დიდი ბრიტანეთის ყიდვა მხოლოდ რამდენიმე მილიონი თხის ფასად, შეგიძლია Fox News-ის მიხედვით. ეს არის მინიშნება დიდი ბრიტანეთის ისლამურ ხელში ჩაგდებაზე. აქ კიდევ ერთი ესეთი საშინელი მიმია, ხო ესია, სადაც ელონი შოტლანდია, ველსი. Hey Chuck, რამდენია მთელი გაერთიანებული სამეფოს ფასი? ავიღებ ინგლისს, შოტლანდიას, უელსს, აქცენტებს, წვიმას, რიგშით ბომის კულტურას, ყველაფერს და ასახელებ ფასი. Dogecoin-ი, Tesla-ს აქციები, ან უბრალოდ ვენმოთი გადაგიხდი. ბატონო მას, გაერთიანებული სამეფო გასაყიდი არ არის. ეს სუვერენული ქვეყანაა და არა თქვენი ონლაინ კალათის ნიუტი. კარგი. დაიქნება თუ უბრალოდ შევიძენ მას. სრული შთანთქმა. სახელს შეუცვლი X სამეფო. აბსოლუტური სიტყვის თავისუფლება ყველასთვის. შაი ახლა აჩებითია. ასევე Big Ben-ს უზარმაზარ X-ად ვაქცევ. აბსოლუტურად არა. ეს აბსურდია. რითმინი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს. ნახეთ ეს. გილოცავთ თქვენი უდიდებულესობა. თქვენ უბრალოდ გათანხმდით წესებსა და პირობებს. გაერთიანებული სამეფო ახლა სამუდამოდ თავისუფალია X-ის მომსახურების პირობების ქვეშ. 79 მუხლი. ყველა მონარქია ხდება X კორპორაციის შილობილი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ოჯახში, Chuck. ახლახან უფასოდ შევიძინე გაერთიანებული სამეფო. Chat. ახალი ქვეყნის დამატება. ვინ უნდა იყოს შოტლანდიის გუბერნატორი? თქვენი რეზიუმეები კომენტარებში დადოთ. რა თქმა უნდა, ეს ელონ მასკის დაცინვაა და ასევე პრინც ჩარლზის, მეფე ჩარლზის დაცინვაცვაც. და საერთოდ ეს ლოურენს ფოქსისგანაა. ბრიტანეთი მისთვის ფულის ვალში იქნებოდა. აი ასეთ მძიმე მდგომარეობაში ვართ. დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა. ელონ მასკმა იკითხა, რამდენი დაჯდებოდა გაერთიანებული სამეფოს შეძენა და სიტყვის თავისუფლების დამყარება. შეგახსენებთ ყველას, რატომ გადაწყვიტა მან თავის დროზე X-ის ყიდვა. მიზეზი, რის გამოც ვიგრძენი, რომ Twitter-ის შეძენა მნიშვნელოვანი იყო, ის იყო, რომ მართლა შემეძლო მეგზნო, როგორ იკეტებოდა კედლები ჩემ გარშემო. აღმაშფოთებელი იყო, რომ მათ მოქმედი პრეზიდენტის ანგარიში დაბლოკეს.
ეს სიგიჟეა. და ვფიქრობ ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო, სანამ ჩემს ანგარიშსაც დაბლოკავდნენ. და ნამდვილად იმის გათვალისწინებით, რაც ბოლო დროს თქვი, ყველანაირად დამბლოკავდნენ. Twitter-ი და ხო, ფაქტობრივად ყველა სოციალური მედიის კომპანია, Google და ყველა დანარჩენი ულტრამემარცხენე აქტივისტების კონტროლქვეშ არიან. ეს ასეა, ეს არის სიმართლე. როგორ უნდა იცოდე რა არის ნამდვილი, როცა ყველაფერი მემარცხენე სან-ფრანცისკოს და ბერკლის ფილტრით გადის? ისინი უბრალოდ მუდმივად მანიპულირებენ სიმართლით. გულისხმობ, ეს იმდენად დაუჯერებლად მართალია და ჩვენ ვიცით, რამდენ ამბავს ვერ ნახავდით, ვერ გავიგებდით, ან ვერ შევიტყობდით ილონ მასკს X რომ არ ერიდა. და კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, დიდი ბრიტანეთის ყიდვის იდეა ხუმრობაა, მაგრამ ამაზე საუბრის მნიშვნელობა, როგორც მე ვფიქრობ, ამ კაცმა მარტო გადაარჩინა სიტყვის თავისუფლება. მან გააკეთა ის, რაც სხვას ნამდვილად არ შეეძლო და თავისი ფული კარგისთვის გამოიყენა. ხშირად დილით ვიღვიძებ და დაუჯერებლად მადლიერი ვარ, რომ ილონ მასკი სწორ მხარეს დგას, რადგან რომ არაა, ჩვენ სერიოზულ პრობლემაში ვიქნებოდით, მაგრამ სწორედ ის არის, ვინც ამ ამბებზე საუბრობს, მათ აჩენს, აზიარებს, რიტვიტავს და ადამიანებს აძლევს საშუალებას ეს თემები ონლაინ წამოაყენონ ისე, რომ არ დაბლოკონ. ანუ ეს შეუძლებელი იყო და ისაც დიდ ბრიტანეთში ხდება შეუძლებელია. ხალხს ეშინია ხმა ამოიღოს, ვერ ლაპარაკობენ და სწორედ ამიტომ მოხდა ეს ამბავი ეროვნულ ახალ ამბებში. რომ მან Twitter-ში დაწერა, რა ფასად შეიძლება მისი ყიდვა, რადგან ხალხი ხვდება, რამდენად აბსურდულია ეს სიტუაცია. წელია 2017 და ილონ მასკი აპირებს Twitter-ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან tweets გამოაქვეყნოს. ილონ მასკი წერს. მიყვარს Twitter-ი და ვიღაცა უცნობი პასუხობს, უნდა იყიდო. და ილონი პასუხობს, რამდენი ღირს? ალბათ ბევრი არ ღირს. და ილონ მასკი ამბობს, შეიძლება ეგეც გავაკეთო. და შემდეგ რა ხდება? 44 მილიარდი დოლარი ნაღდი ფულით, რომ მთელი კომპანია კერძო გახადოს $54. თითო აქციაზე ილონ მასკი ყიდულობს Twitter-ს და შემდეგ აქვეყნებს ამ ვიდეოს. ეს კარგად გაიაზრეთ. ამბობს ილონ მასკი. გასაოცარი, ეს ყველაზე ძალიან პოპულარული სასაცილოა. tweet-ი ისტორიაში. 1.2 მილიონი მოწონება. 197,000 გაზიარება. 2022 წელი. უბრალოდ ვამბობ, რომ უნდა. ესეთ მომენტებში ელონი სერიოზულად უნდა მიიღოთ. და რა თქმა უნდა, მას შემდეგ კიდევ უფრო ძლიერი გახდა. იმ დროს ელონ მასკი მხოლოდ $1 იყო. ეხლა მისი ქონება $1 ტრილიონ უტოლდება, ასე თუ ისე, ხომ ასეა? რა არის 100 მილიარდი? და რაღაც ახალი მოხდა. ელონ მასკმა შეიძინა გაერთიანებული სამეფო, რათა იქ სიტყვის თავისუფლება დაემყარებინა. ეს საინტერესოა. ბაბილონის ბი გასაგებია. კარგი. პაროდიის საიტი. მოდი ბენი, შეგიძლია უკეთესად, უნდა გეცნო, რომ ეს პაროდია იყო. ილონ მასკის პოსტი. რამდენი ღირს? და ისე ვიწყებთ. აი დაიწყო. შეგიძლია ქვეყნების ხიდვა. ანუ ეპსტეინი კუნძულებს ყიდულობდა. ასე იწყება. შეგიძლია ქვეყნების ყიდვა? არ ვიცი. გაერთიანებული სამეფო $1 ტრილიონი ეღირება, მემები შეუფასებელია. ილონ მასკი ეკითხება, სანამ გაერთიანებულ სამეფოს იყიდის. უნდა გიყვარდეს ეს. როცა გაიგებ, რომ გაერთიანებული სამეფოს ყიდვა მხოლოდ აი ესა, მას იგივე მემები აქვს, რაც მე მგონი ეს მემები ვირუსულად ვრცელდება, მაგრამ ნახ, აი ეს არის მთავარი. ბრის ბოლოს საქმე ყოველთვის რეალურ ქმედებაში არ არის. საქმე არ ეხება იმას, ელონ მასკი მართლა იყიდის თუ არა გაერთიანებულ სამეფოს, არამედ შენ ამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ გაერთიანებულ სამეფოს მართლა სჭირდება შეძენა, რათა სიტყვის თავისუფლება გადარჩეს. და იმედი მაქვს, რომ ეს არის ის, რაც გაერთიანებული სამეფოს ხალხს გააცნობიერებინებს, რომ მათ აქვთ რაღაც, რისთვისაც ღირს ბრძოლა. ელონ მასკმა X-ის Twitter-ის ყიდვით სიტყვის თავისუფლების ყიდვა გადაწყვიტა და ეს მართლაც გიჟური ნაბიჯი იყო. ხანდახან მართლაც გიჟური რაღაცების გაკეთებაა საჭირო, რომ სიტყვის თავისუფლება დაბრუნდეს. რა თქმა უნდა, ძალადობაზე არ ვსაუბრობ და არასდროს გულისხმობ ძალადობას, მაგრამ მნიშვნელოვანია გააცნობიერო, რომ რადიკალურ ბრძოლაში ხარ, რომ ებრძვი რაღაცას არანორმალურს, რაც ცდილობს დაგჩაგროს. და თუ ვინმეს მართლა სჭირდება მოვიდეს და შენი ქვეყანა იყიდოს იმისთვის, რომ ხალხს საუბრის საშუალება ქონდეს, ეს ნიშნავს, რომ შენ გარკვეული ვალდებულება გაქვს. უნდა ეცადო გააუმჯობესო ქვეყანა შიგნიდან, სწორ ადამიანებს მისცე ხმა, გახვიდე და ღიად ილაპარაკო, თუნდაც ეს საშიში იყოს. და შემდეგ იმ ფასზეც ილაპარაკო, რაც ღიად ლაპარაკს ახლავს. და ასე შემდეგ. სწორედ ასეთი რაღაცები ცვლის რეალობას. და ყველა, ვისაც სურს დიდი ბრიტანეთის გადარჩენა, უნდა გააცნობიეროს, რომ ელონ მასკის მიერ გამოსყიდვას ვერ დაელოდები. ცვლილება თავად უნდა მოახდინო დღესვე. მადლობა ყურადღებისთვის, მატა.